გუშინ ჩავწერეთ ვიდეო კალციუმს ვიღებ და ფოლაკი მაქვს 3 კვირაო და კალციუმს არა მგონი დ-ვიტამინს დ-ვიტამინს უკაცრავად და რა ეშველება ამ ფოლაკს ანუ გავიგეთ მივიღეთ ეს დ-ვიტამინის შეცდომით კაურის გარეშე და გვაქვს უკვე ფოლაკი ეხლა როგორ ვიქცევით ეხლა როგორ ვიქცევით პირველი როცა აღმოაჩენთ რომ ნუშიზი ხართ ხრა უნდა შეწყვიტოთ ანუ უნდა ხო ანუ დ-ვიტამინი კი არ შევწყვიტოთ უნდა შევწყვიტოთ პირდაპირ და არაპირდაპირ შაქრების მიღება რომელიც არის ძირითადი მიზეზი აი გლიკაციის მოლეკულა რო წარმოიქმნება ის ჩდება სიზარღვის კედელზე იწყებს მის ანთებას შემდეგ ორგანიზმი ცდილობს ეს რომ შეაჩეროს ეს პროცესი და ასე ვთქვათ ქოლესტერინულ ლეიკოპლასტირებს აწევებს რომელსაც მე იწყებს კალციუმი დალაგებას იმისთვის რომ ეს კალციუმი თუ უკვე დალაგებულია და მოხსნათ ამისთვის საჭიროა რომ გამოვიყენოთ ისეთ ნივთიერებები რომელიც კალციუმის სვლას არეგულირებს პირველ ადგილზე ამ თვალსაზრისით დგას მაგნიუმი ამავე დროს სისხლის მოქცევის გასაუჯობესებლად და სიზარვის კედლის აღსადგენად კარგია როგორც გითხარით აზოტის ჟანგი ეს არის რუკოლა ეს არის კაკაო ამავე დროს ძალიან კაი საშუალებაა კაური ვიტამინი რომელიც ნაწილ ამ კალციუმს მოხსნის და წაიღებს და ძვლების და კბილების ჩაალაგებს ანუ კომპლექსურად რომ მივუდგეთ ძალიან კაი საშუალებაა ვიტამინი E ოღონდ ტოკოფეროლების სახით არა ტოკოტრიენოლების ფორმით არის ყველაზე ტოკოტრიენოლების ფორმით მე არ ვიცი ახლა იყიდება თუ არა გამოწერეთ აი ჰერბიდან არ არის პრობლემა ტოკოტრიენოლების ფორმით ეს არის ძალიან კარგი სიზარღვის აღდგენის საშუალება ეს არის E ვიტამინის ნატურალური ვერსია ეხლა ხალხი იმიტომ იგრძნობა და სულ არ მიგურს იმიტომ რომ ყველა მხოლოდ მედიცინა არ ვიცით მე მედიცინა არ ვიცით მაგრამ ნახეთ ვსვამ დ-ვიტამინს და ლაგდება კალცი დიახ ხო და აი ვერ დავაკავშირე ხო ესეა რატო ვერ დაგე ძალიან კარგად და გკითხეთ დ-ვიტამინის არასწორად მიღებისას წარმოიქმნა კაური ვიტამინი ახალი აღმოჩენა სადღაცა 10-15 წლის წინ აღმოაჩინა კაცობრიობამ რომ არსებობს ასეთი ვიტამინი რომელსაც შეუძლია რომ კალციუმი სისხლში არ დატოვოს იქ და წაიღოს ზვალშკბილში ჩაალაგოს მე აღმოჩნდა რომ კაური ვიტამინი აუცილებელია დ-ვიტამინის დანიშვნასთან ერთად იმიტომ რომ დ-ვიტამინი ხშირად იწვევს კალციუმის კონცენტრირებას სიზარღვში ხო ამიტომაც აღმოჩნდა რომ კაური ვიტამინი შეუძლია ეს კონცენტრირება მოხსნას გაუქმოს ეს არის ახალი აღმოჩენა და უფრო მეტის რამდენიმე ექიმი იყო რომ ვერც კი მიხვდნენ კაური ვიტამინი K1 ეგონა და ამათი დამიწყეს შედედებას K1 ვიტამინი და კაური აბსოლუტურად სხვა პროდუქტია. ხო, აი ექიმი. ამიტომ, ხო, გავიგე ახლა იცით რა არის, უყურეთ მედიცინა ძალიან სწრაფად პროგრესირებს, ისე როგორც ყველაფერი დანარჩენი. სმარტფონი, რომლითაც ჩვენ ახლა ვიყენებთ, ვიწერთ ვიდეოებს, ვიღებთ სურათებს და საერთოდ ბევრ რაღაცაში ვიყენებთ, თქვენ რომ 30 წლის წინ ვინმეს გეჩვენებინეთ, ცეცხლზე დაგწვავდნენ. ამ ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში პროგრესი ძალიან დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ, ზუსტად ასევე მედიცინაც. არიან მედიცინის მუშაკები ერთი ნაწილი, რომელიც იქ ჩარჩნენ და უბრალოდ ვეღარ მისდევენ ტემპში, ვერ ეწევიან პროგრესს და რაღაცები ან არ აქვს საკითხული, არ აქვს გაგებული, არ ვითარდებიან. ამის გამო რადგანაც არ ვითარდებიან, ჩვენც იქ ხوار დავრჩებით. პირიქით, ვინც წინ მივდივართ, იმათ უნდა გამოყვე და არაფერი ჩვენ უკვე ხوار და უბრალოდ აი ხშირად ჩვენი წინაპრები ძალიან ყველაზე ესეთი რა პოპულარული ჩვენი წინაპრები ხო ამაშა იმაშა ყველაზე ცუდი გამონათქვამია ჩვენი წინაპრები. რამდენი ინფორმაცია მეცნიერება არ იყო ამ დონეზე. მე რო დავიწყე მოქმედ ქირურგად მუშაობა, მქონდა მარტო ფონენდოსკოპი და მქონდა მარტო რენტგენის აპარატი იყო განყოფილებაში იდგა და სხვა გამოკვლევის მეთოდები პრაქტიკულად არ მქონდა. კი იყო ლაბორატორიის სისხლის საერთოების ჩარწერტო. ეხლა რა ტექნოლოგიებია, რა ანალიზებია, რა კატ, MRT, ეხოსკოპია მეხვდეთაობის ეს რომ ვინმე ესე თქვა ვერ წარმოვიდგენით. პირველი ეხოსკოპის აპარატი საქართველოს ჩამოვიდა ექსკურსიაზე დავყავდით უყურებით ვარა მაგარია ვიცავ. ხო აღარა ეს როცა გავიდა მედიცინა წინ მიდის. და ამიტომ ეხლა ვიღაცას აწყობს არ აწყობს ვერ თქვა თაფლი ესე იყო ბიჭო ვიღაცას არ აწყობს ვიღაცა შეიძლება თაფლის წარმოება აქ და სულას არ მოწონს რომ თაფლი არ არის სასარგებლო ვიღაცა სიტყვაზე კიდე რა ვიცი. ხო ნუ გემრიელი ეგრეა ნამცხრები ძალიან გემრიელი მაგრამ ძალიან მავნეა ხო მესმის და ვიღაცას არ მოეწონება იმიტომ მით უმეტეს თუ ეს მოხდა მის ბიზნეს და იმას შეიძლება შემოსავალი შეუმცირდეს არ მოეწონება და დაიწყებს ბრძოლას მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ იმის ბიზნესის სასარგებლოდ უნდა ავად გავხდეთ დ-ვიტამინი როცა დაბალი გვაქვს, ანუ ვიცი რომ დ-ვიტამინს ვიღებთ, მაგრამ როგორი ფორმით?
K2 ვიტამინთან ერთად ერთი, მეორეც D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა მოძდილი ადამიანისთვის არა ზაფხულის ცხელი დღეების შემთხვევაში, ხო, თუ იკიწევდა ხარ ზღვაზე დასვენებლად, იმ შემთხვევაში შეგიძლიათ არ მიიღოთ. დანარჩენ დღეებში, როცა მზეზე არ ხვდებით და არ იღებთ ამ ყველაფერს, პროფილაქტიკური დოზა უფროსისთვის არის 8895 საერთაშორისო ერთეული. ხო? ეს არის ნორმა. ის რომ ფარმაცევტული ფირმების თაღლითობით თავის ძროზე ჯარმომ დაწერა 600 და 800 ერთეული, ეს არის თაღლითობა. 800 და 600 ერთეული პატარა ბავშვისთვისაც კი ძალიან პატარა დოზაა. ანუ D ვიტამინი ბავშვებმაც რომ მიიღოს აუცილებლად ძალიან ხშირად ბავშვები პაციენტები ვინც მომდიან ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მათი პრობლემის არის D ვიტამინის დაბალი მაჩვენებელი. ძველი ბავშვებივით ეხლანდელი თაობა ეზოში არ ახსენებს და არ აღამებს ჩვენ ჯერ ერთი, მეორეც ერთი სხვა კვების რეჟიმია. ჩვენ ტკბილი მაქსიმუმ ზაფხულში კაი პერიოდში შეიძლება გამოევლო ვიღაცა და მამაოლოების ყიდი და შაქრისგან დამზადებული და ტკბილს თუ ჭამდით წელიწადში ორჯერ ერთი ეგ მამალო იყო და მეორე ახალწელს დეჩები ტორტს აცხობდა. დანარჩენი ნამცხვრის მაღაზია და ნამცხვარისადმი გეყიდა ეგეთი არ არსებობდა. და ეხლა რატოა ესე ჩვენი წინაპრები ზუსტად ეგრე ვიყავით ტკბილო ჭამდით წელიწადში ერთხელ.